საკვების ნარჩენები, რომლებიც არის ცხოველური წარმოშობის და აგრეთვე მარილის შემცველი კერძების და მწნილების ნარჩენები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკომპოსტეში დავამატოთ. მაგალითად, თუ კომპოსტოს ფოთლის ან სტაფილოს და კარტოფილის ნაბრძგვენის დამატება საკომპოსტეში ფრიად მიზანშეწონილია და ძალიან კარგია და მკვეთრად ზრდის კომპოსტის ხარისხს, არავითარ შემთხვევაში კომპოსტოს მწნილის ნარჩენი, იგივე კიდრის მწნილის ნარჩენი, შემწვარი კარტოფილი ან თუნდაც უკვე გამზადებული ლობიოს ნარჩენი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკომპოსტეში, რადგან ისინი შეიცავენ ნატრიუმის ქლორიდს, ჩვეულებრივ სუფრის მარილს და ნატრიუმის იონები და ასევე ქლორისაც არ არის მცენარისათვის სასურველი. ისინი იქიდან საკომპოსტიდან არსად არ გაქრება და არსად არ გაიქცევა. ასევე ხორცი, ძვლები, ფევზის ნარჩენები, ეს ყველაფერი თუნდაც დაუმარილებელი იყოს, ვთქვათ, ხორცის გამონარჩევი ღაწაწი, ეს არავითარ შემთხვევაში მისი გადამუშავება ელემენტარულად არ მოხდება წესიერად და სრულფასოვნად იმ დროში, როდესაც კომპოსტი უნდა დამუშავდეს. ეს წესი დაიცავით და თქვენი კომპოსტი ბევრად უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, სადღაც 100 გრამი მწნილის ნარჩენი ბევრს ვერაფერს ვერ დაუშავებს, ვთქვათ, 100 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ბაღს, მაგრამ ცოტას, მაგრამ დააშავებს. ამიტომ სჯობია მარილიანი არ მოხდეს საკომპოსტეში.